ყველაზე რეიტინგული საბავშვო მუსიკალური მეგა შოუ რანინა გელოდებათ. მე-9 სეზონის პირველი ხუთეული მესამე ტურში ჯგუფ Bookmarks-თან ერთად დაუწყარ შოუს შემოგთავაზებთ. კონკურსის მესამე ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მიეძღვნება და სიმღერები ათენაზე შესრულდება. ყველაზე მასშტაბური საბავშვო მუსიკალური კონკურსი გრძელდება. ქართული ფოლკლორის ტურის შემდეგ, რომელმაც მაყურებლის დიდი ინტერესი დაიმსახურა, რანინას მე-9 სეზონის მონაწილეები მესამე ტურში მსმენელს მსოფლიოს გარშემო ამოგზაურებენ და 10 ენაზე ამღერდებიან. სიმღერების ვერსიების ავტორი ბუკა კარტოზია. ცნობილ კომპოზიციებს კონკურსის მონაწილეები Bookmarks-თან ერთად შეასრულებენ. გადაცემას ტრადიციულად დათუნა ალადაშვილი და ვაჩე ღვინიაშვილი გაუძღვებიან. დღეს ჩვენი ზღაპრული ათეული თავიანთ ზღაპრებს სხვადასხვა ქვეყნებით მოვიყვებიან და მე პირადად ყველაზე მეტად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ტურია იმ კუთხით, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ნამყოფი არ ვარ, ისინი ყველას გვამოგზაურებენ და შესაბამისად მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნებში ნამყოფი ვარ და დღესაც ეს მოხდება და კიდევ 10 ძალიან ლამაზ ქვეყანაში მოგზაურებ ჩვენი ბავშვებით. დღეს გეოდებათ მრავალფეროვანი და მრავალენოვანი ტური, საკმაოდ განსხვავებული სიმღერები შესრულდება დღევანდელ დღეს, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და ვფიქრობ, რომ თითოეული არის ძალიან ლამაზი და დატვირთული იმ ემოციებით, რომელიც ჩემი აზრით მაყურებელმა უნდა იგრძნოს ძალიან კარგად და ვეცდებით ყველა ჩვენს და მონაწილეებიც, რომ ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ და ვასიამოვნოთ ყველა, ვინც ტურს უყურებს. დღეს საქართველოს პირველი არხის მაყურებელი მე-9 სეზონის პირველ ხუთეულს მოусმენს. მომდევნო შაბათს კი უკვე პროექტის მეორე ხუთეულს შეხვდებით. მონაწილეებს ჟური 4 კატეგორიაში შეაფასებს: კერძოდ, ვოკალი, შესრულება, არტისტიზმი და კოლაბორაცია. თითოეული მიმართულება 10 ბალიანი სისტემით ფასდება და ჯამდება. მესამე ტურის ჟურის წევრები იქნებიან დავით ევგენიძე, ნატო მეტონიძე და ბუკა კარტოზია. როგორც ყოველთვის დღესასწაულია ყველა რანინა. და სულ ესეთი მოლოდინი, აბა ეხა რაღა უნდა იყოს და სულ რაღაცა იყოს კი არა, სულ გაოცებული ვარ რა და ზუსტად იგივეა, გრძელდება ეს ტრადიცია დღესასწაულის. დღეს Bookmarks-ია, როგორც ყოველთვის ალბათ საოცრება იქნება, იმიტომ რომ არასდროს არ იცი რა სიზავს ბუკა. ისე გაშლის ხმებში, რომ დაბნეული უსმენ, მე ესე ზიხარ და ვერც გზნობ მოსმენის დროს ეგ არის რა, რომ ჟიური ხომ რაღაცა ისეთი უნდა იყოს. დააკვირდა რაღაცა და არ გაძლევენ საშუალებას ამისას აქტუალებული ზიხარ და უსმენ რა. დიდი შოუა ქართული ნიჭის დღესასწაულის. საოცარი ფერადი საღამოელოდება მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხმაში იქნება ამღერებული ეს 10 ქვეყანა. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, როგორც უკვე იცით წელს ჩვენი ათეული, არაჩვეულებრივი ათეულია, ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს კოლაბორაცია ამ საკმაოდ რთულად ჟღერ ანსამბლთან ერთად. ყველაზე მუსიკალური საბავშვო პროექტის რანინას მე-9 სეზონის მესამე ტური ეთერში საინფორმაციო გამოშვება მოამბის დასრულებისთანავე, ზუსტად 22 საათზე დაიწყება.